მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განვიხილავთ მეხუთე სხივს. ეს არის მწვანე სხივი, ენერგია, რომელიც გვეხმარება პროცესების დაჩქარებაში, სტრესის მოხსნაში, ყველაფრის ჰარმონიზაციაში, მკურნალობაში. ხმები, რომლებიც გვეხმარება არის ქარის, ფოთლების, ფორტეპიანოსი. საჩუქარი, რაც ამ სხივისგან გვაქვს, არის მკურნალობა, პირდაპირი მნიშვნელობით, ცხოვრებისეული გაკვეთილების გავლა, ჭეშმარიტების ხედვა, სულიერი ხედვა. ამაში შედის შემოქმედებითი ადამიანები, მეცნიერები და ხელოვნება, მედიცინა, მკურნალობა, ექიმბაშები, დაუღალავი სულიერი გზა. მაღალ გაზომილებაში გადასვლა ხდება მაშინ, როცა დედამიწაზე გამოჩნდება იმ რაოდენობის გამოხვიზებული ადამიანები, რომლებიც ერთიანობაში არის ზედა, ანუ კოსმიური სხივებით შეძლებს მოქმედებას კოლექტიურ ქვეცნობიერზე. ეს არის სოციქსელი, ხელოვნური ინტელექტი, ნოოსფერო. ამის წყალობით ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კოლექტიურ დონეზე. ხალხი იწყებს შეცვლას და იცვება მოქმედება. ყველას შეგიძლიათ აიღოთ პასუხისმგებლობა და აქ და ახლა წარმოიდგინოთ, რომ ზუსტად ამ წამს დედამიწაზე ჩამოდის სიყვარულის აფეთქების ტალღა და ყველას ხელში ჩდება ყვავილი და ყველას გულში ჩდება სხივი. ომი ყუჩდება და დგება მშვიდობა. სამყაროს ყველა სურათი სიყვარულის და ჰარმონიის, რაც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. მადლიერებით უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს უკვე ასეა. როგორ იგრძნობდით, რომ ის უკვე ასე იყოს? როცა თქვენს ცნობიერებას გადააქვს ახალ დონეზე პროექცია მთელი სამყაროსი, მაშინ ნახავთ, როგორ თამაშდება და ეს იქნება საინტერესო. როგორ აკვირდებით ამ ყველაფერს რეალურ რეჟიმში. ყოფობა არ განსაზღვროს ცნობიერებას, იმიტომ რომ ყოფობა ქვევითაა, ცნობიერება ზევითაა. თუმცა არც ცნობიერება განსაზღვროს ყოფობას. ცნობიერება თვითონ არის ყოფობა. ეს არის ყოფობა. ეს არის ის, რაც აქ პროექტირებს ყოველ წამს. ეს სხივი გვაძლევს საშუალებას განკურნებას სივრცეში. დავინახოთ რაღაც სულიერი, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ცნობით, ვინ ვარ მე? არ არის აუცილებელი ეძებო რაღაც გართობები. მაშინ მე მეძლევა ხედვა და მფარველობა. მფარველობა ჩემი ცხოვრების გზაზე. მე ვიბრუნებ ჩემს მთელობას. ვღებულობ სულიერ ხედვას. რეკომენდაცია. გავიმეოროთ ეს სიტყვები. მაშინ გვეხსნება გულით ფიქრის უნარი. იწმინდება სივრცე ჩვენი. ჩნდება ის მოვლენები, რაც ჩვენ გვინდა და რომლებიც გვაინტერესებს. უშვებენ ენერგეტიკულ ველებს. Thank you.